ცოდვით დაცემული ადამიანი 64-დან განიდევნა, რადგან არ შეიძლებოდა, რომ სინათლის ქვეყანაში დაბნელებულს ეცხოვრა, სიცოცხლის ქვეყანაში მკვდარი ყოფილიყო. ჩვენ ვართ ადამის და ევას ცოდვილი შთამომავლობა, მაგრამ 64-ის მონატრება თითოეულ ჩვენგანს აქვს გამჯდარი მთლიანად არსებაში. ამ მონატრების გამოძახილია ადამიანის დაუცხრომელი ლტოლვა ამ ქვეყნიური ბედნიერებისკენ. ადამიანი გამიწიურდა და ეს მისწრაფება, რომ იყოს ბედნიერი, ლამაზი, მდიდარი, ჯანმრთელი, რომელიც მიმართული უნდა ყოფილიყო მარადიული სიკეთეების მოსახვეჭად, მიმართულია ამ ქვეყნიური სიკეთეების მოსახვეჭად. ერთმანეთს ვჭამთ ხოლმე, რომ რაღაც უკეთესი სკამი ვიყიდოთ, უკეთესი მაგიდა ვიყიდოთ. ადამიანს ნათელი მომავალი რომ უხსენო, ომს დაიწყებს. იმდენად უნდა ეს. მაგრამ უშვებს ხოლმე ერთ შეცდომას. ნათელ მომავალს უკავშირებს ან წარსულს, ან მომავალს. სინამდვილეში ოქროს ხანა ეს არის ჩვენი დღევანდელი დღე, როცა შეგვიძლია ვიმოღვაწეოთ და ასევე არის ახალგაზრდობა. ღმერთიო ახალგაზრდებს აძლევს მეტ ენერგიას, რომ მეტი იმოღვაწეონ. იმიტომ კი არა, რომ მეტი სცოდონ და აფრენდნენ და არაფერი ემართებოდეთ. არა, იმიტომ რომ მეტი იმოღვაწეონ. ანტონი დიდი ბავშვობიდან მოღვაწეობდა, იოანე სინელი 16 წლისა მივიდა სინას მთაზე, საბა განწმენდილი 5 წლისა დაემშვიდობა შეშილ წუთის სოფელს. მისი ორი ბიძა თურმე ჩხუბობდა მიწის ნაკვეთზე, მამა გარდაეცვალა და ბიძები ჩხუბობდნენ, რომ მიწავისი იყო. თითქოს იმ გარდაცვლილს მემკვიდრე არ აყავდა. ამან უყურა და თქვაო, მე აქ ვერ ცხონდებიო. 5 წლისა წავიდა სამოღვაწეოდ. თუ თქვენ გაატარეთ თქვენი ახალგაზრდობა, ჭამას მასში, წაიღე წამოიღეში, იყიდე გაყიდეში. ესე იგი თქვენ გაფლანგეთ თქვენი ოქროს ხანა. მამაშვილის საუბარს შევესწარი, ქელეხში ვიყავი და უგუნური მამა თავის ასევე უგუნურ შვილს ასე დარიგებას აძლევდა. მე ასაკში ვარ, ვეღარ ვსვავ, წნევები მაწუხებს. შენ ახალგაზრდა ხარ, შეგიძლია, მიდი და დალიეო. ასაკოვან ხალხს დიდი პასუხისმგებლობა აქვს ახალგაზრდების მიმართ. ადამიანები არ სწავლობენ მხოლოდ წიგნებიდან, სიტყვებით, სწავლით. ადამიანები ერთმანეთისაგან სწავლობთ მაგალითით. რა მაგალითს აძლევენ უფროსი ასაკის ადამიანები ახალგაზრდებს? ამაზე ჩვენ პასუხს ვაგებთ. თუ მე ვიგინები, ჩემ შვილს ვერ ვასწავლი, რომ არ შეიგინოს. თუ მე ვსვავ, ჩემ შვილს ვერ აუგრძალა ღვინოს. და როგორც მე დავკარგე ოქროს ხანა, ისე დავაკარგინებ იმას. არ უნდათ ხოლმე ბავშვებს სკოლა, მაგრამ დილით აღვიძებთ და ამზადებთ, რომ წავიდეს ისწავლოს. ეზარებათ ხოლმე სწავლა, ურჩევნიათ ბურთი ითამაშონ. მაგრამ თქვენ უხსნით, რომ თუ არ იმეცადინებს, მთელი ცხოვრება უნდა იცვალოს მერე. ზუსტად ასევეა მოღვაწეობაც. ვიმოღვაწეოთ ჩვენ, ვასწავლოთ მოღვაწეობა ჩვენ შემდგომ თაობებს და მაშინ არ გავფლანგავთ ჩვენს ოქროს ხანას. ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე, შემდეგ იქნება სამსჯავრო. არ დავკარგოთ. არ ვითამაშოთ, ჩვენ სათამაშოდ დრო არა გვაქვს. ღმერთმა გაგახაროთ.